I'm German homelos, I drink coffee and I know things. 30-ე ეპიზოდის სიტყვა არის ჭეშკილი. უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ ქართული ჟღერადობა და აგებულება აქვს ამ სიტყვას, რომელიც ნამდვილად ძვირფას და განსაკუთრებულ უნარს აღნიშნავს. ამიტომ მისთვის ახალი სიტყვის შექმნა ვთვლი, რომ აუცილებელიც კი იყო. ეს უნარი, რომ მილიონებს ჰქონდეთ გამომუშავებული ადამიანური სამყარო, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. ჩვენი ყოველდღიურობა, სულიერი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ჯანმრთელობაც კი ბევრი რამ იქნებოდა უკეთესად მოკლედ. სიგეთე როგორც რაღაც დიდებული რამ, ბევრს წარმოგვიდგენია სადღაციდან მოსული, ზებუნებრივთან დაკავშირებული ან თანდაყოლილი ნიჭი. რომ თუ ადამიანი კეთილია, ასეთი იმიტომაა, რომ ასეთად დაიბადა. რამდენად დამაჯერებელიც არ უნდა იყოს, რამდენად დამაჯერებელიც არ უნდა ჩანდეს, ეს თეორია ასე არ არის. ჭეშმარიტად კეთილი ადამიანი იმიტომ არის კეთილი, რომ მან ასეთად ყოფნა აირჩია. გამოსცა და ფიზიკური ტკივილიც დაუმსახურებლად, გამოსცა და ბევრი უარესი ფსიქოლოგიური ტკივილი. გაუძლო დაუმსახურებელ აგრესიას, ჩაგვრას, ზეწოლას, დაცინვას, გარიყვას, უარყოფას. უფრო რომ შევამციროთ მისი ტკივილი, ასეთი ფრაზა გამოგვივა. ყველა მიზეზი მისცა სამყარომ და ადამიანებმა, რომ ბოროტება აირჩია. მაგრამ ამ ყველაფრისთან მიუხედავად, მაინც სიგეთე აირჩია და წამითაც არ გაიპოროდა თავი. ახლა კი ისმის კითხვა, როგორო, სამყარომ და ადამიანებმა მომაკვდავი მიატოვეს, თან უბრალოდ სადმე კი არა, არამედ შუაგულ უდაბნოშიო, ესე იგი ისეთ მდგომარეობაში, გარემოში, სადაც მისი დამხმარე არავინ იყო და კაცო, ამის მერე მაინც კეთილი გული როგორ შეინარჩუნაო, რანაირადო. წინაპირობა ამ სასწაულისა არის განათლება პირველ რიგში. სკოლის ოქროს მედალი და უნის დიპლომი არა, თვით განათლებულობა, შინაგანი ინტელექტი, კულტურა, მოაზროვნებუნება, ეს ყველაფერი მან განივითარა, რაც ყველას შეუძლია და შემდეგ ამ გარიყულობაში, ადამიანების მხრიდან მხარდაუჭერელობაში, დავიწყებულობაში, ჭკუადატანილ მარტოობაში მან იპოვა უფალი, ღმერთი. ერთადერთი ჭეშმარიტი სიკეთე, იესო ქრისტე და ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგდა. მან გაიგო, რომ ჭეშმარიტი სიკეთე და სიყვარული ასეთია. სულ რომ აწამო და მოკლა, მაინც ეყვარები და იზრუნებს შენზე და ასე იქცა ადამიანი ჭეშკილად. ანუ მრავალი ტკივილისა და ბოროტების გამოვლის მიუხედავად, მაინც კეთილ ადამიანად. და ამ სიკეთეს შემდეგ მოჰყვა სხვა ადამიანური დადებითი თვისებები, თავაზიანობა, მომთმენობა, თანაგრძნობის უნარი, მხარდაჭერის გამოხატვის უნარი, სიმშვიდე და ეს ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს ძალით და მადლით. ნამდვილი სიკეთე მხოლოდ ქრისტესგან ისწავლება.